I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 38 ეპიზოდის თემა არის ტექნოლოგიათა დოზირება. რაც რო გადის უფრო და უფრო მეტი ტექნოლოგია, ტექნიკა შემოდის ჩვენს ყოველდღიურობაში და მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. რატომღაც ყველაზე მეტად ტელეფონსა და კომპიუტერზე ზედმეტად დამოკიდებულების მავნებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა სხვებიც არანაკლებ საზიანოა გადაჭარბებული მიჯაჭვულობის შემთხვევაში. აი თუნდაც მანქანა. ადამიანი გადაჩეული ხდება ფეხით სიარულსა და ფეხით სიარული მართლა ძალიან საჭიროა ადამიანისთვის. ასე რომ გავყვეთ, ყველაფერი ძალიან საჭიროა, ამიტომ მათი სამუდამოდ მოცილება თუ არ შეგვიძლია, ესე იგი რა გარჩება? დოზირება, ხო? დიახ. დოზირება. როცა კი საშუალება მოგვეცემა, ფეხით უნდა ვიაროთ და უარი ვთქვათ მანქანით გადაადგილებაზე. უნდა შევამციროთ ტელეფონთან, სოციალურ ქსელებში და ზოგადად ინტერნეტთან გატარებული დრო. მესმის რომ რთულია. ეს ჩემზე კარგად არავინ იცის. მაგრამ ტელეფონის გადაგდება და ყუთში ჩაჯდომა კი არ გვჭირდება. არამედ მაგალითად გარკვეული დროის გამოყოფა სოცქსელებისთვის, ინტერნეტისთვის. თავიდან შეგვიძლია დღეში რამდენიმე საათი დავყოთ. მერე ნელ-ნელა მოვუგლოთ და ბოლოს კვირაში რამდენიმე საათზე დავიყვანოთ. იცით რატომ? ზედმეტად ბევრ დროს ვკარგავთ უაზრო სკროლვასა და უსარგებლო ინფორმაციაზე, როცა შეგვიძლია ეს დრო ახალი მიზნების დასახვაზე, ახალი ჰობების განვითარებაში, ოცნების ასასრულებლად საჭირო გეგმის შედგენაში, მოკლედ რაღაც ისეთში დავხარჯოთ, რაც სინამდვილეში საინტერესო და სასარგებლო იქნება ჩვენთვის. ნუ დანებდებით და შეგეშინდებათ, თუ ერთ დღეს არ გამოგივიდათ ეს დოზირება, არა უშავს. თუ ერთს მეორე დღეს გამოვიდა, რთულია, მართლა ძალიან რთულია ასეთი ჩვევებისგან გათავისუფლება, რომელსაც უკვე წლებია აკეთებ. მაგრამ თუ მართლა მოინდომებთ, გამოგივათ, აუცილებლად გამოგივათ. ტექნოლოგიები და ტექნიკა ცუდი არ არის. ეს არ არის პრობლემა, მათი არსებობა. პრობლემა ისაა, როგორ და რა დოზით მოვიხმართ მათ. რადგანაც ადამიანები ბუნებით სიზარმაცისკენ ვართ მიდრეკილები, უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა საკუთარ თავს და ვისწავლოთ დროის სიძვირფასის დანახვა და მისი სწორად დახარჯვა, რადგან დროის აღდგენა შეუძლებელია. შენ არ მოგყვება დრო, შენ უნდა დაეწიო მას. უნდა აყვე, რომ შენ სასარგებლო დაიწყო, გამოიყენო, მოირგო. თან ამ დოზირებით და თავის დამორჩილებით თავდაჯერებულობაც გვემატება და мотивაციაც იზრდება. ამიტომ წარმატების გასაღები არის დოზირება და დისციპლინა.